რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბიზნესმენების შეხვედრა ეგრეთ წოდებულ პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან. ბიზნესის წარმომადგენლები არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრისგან პასუხებს ელოდებოდნენ, თუ როგორ უნდა განაგრძოს ფუნქციონირება ბიზნესის სფერომ, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მწვავე კრიზისის ფონზე უმძიმეს მდგომარეობაშია. არალეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას ესწრებოდნენ ის ბიზნესმენები, ვინც ქართული ოცნების გუნდის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ემიჯნება და ასევე ისინიც, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღება ამ დრომდე ვერ გაბედა. რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ამას ნინუცა კეკელი აგვეტყვის პირდაპირ ეთერში. გისმენთ ნინუცა. ძალიან მარტივად აგიხსენებთ იმ ვითარებას, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიქმნა და რომელიც ბევრს ყვება ამ შეხვედრაზე. ქართული ოცნების რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც გაჩერდნენ მედიასთან კომენტარზე, ვერ პასუხობდნენ ძალიან მარტივ კითხვას, ისე საუბრობდნენ მშვიდობასა და სტაბილურობაზე. არის თუ არა ამ ქვეყანაში მშვიდობა და არის თუ არა ეკონომიკური სტაბილურობა? ცხადია, რომ ამ კითხვაზე მათ ვერ ექნებოდათ პასუხი, რადგანაც ქართული ოცნების რეჟიმის პროპაგანდას ეწეოდნენ ძირითადად, რომ ევროპისკენ არ ჩერდება ამ ქვეყნის სულა და რომ ყველაფერი კარგად არის. თუმცა არ ქონდათ პასუხი არც იმაზე, უნდა დაინიშნოს თუ არა ახალი არჩევნები, რასაც ითხოვენ მსხვილი ბიზნესმენები და ძალიან მრავლად არიან პეტიციაზე ხელმომწერები. 2200-ზე მეტი ბიზნესი უერთდება ამ პროტესტს და მათი ნაწილი იყო აქ შეხვედრაზე, რომლებმაც გამოთქვეს თავისი კრიტიკული მოსაზრება და ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო გართულდება ვითარება ქვეყანაში, რადგანაც ვხედავთ სანქციებს ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ, ვინც ძალადობდა საქართველოს მოქალაქეებზე და ამას მოყვება აუცილებლად ეკონომიკური სანქციებიც, რაც ისედაც უკვე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. გასაგებია ის, რომ ქართული ოცნების რეჟიმთან აფილირებული ბიზნესმენები, ვისაც ჩვენ ვეკითხებოდით გამოსავლის გზებზე, რა თქვა არალეგიტიმურმა პრემიერმა, ამ კითხვებზე ამ პასუხებს ვერ გვცემდნენ. ისინი ცდილობდნენ, როგორც გითხარით, რომ გაემეორებინათ ქართული ოცნების რეჟიმის უცვლელი და მთავარი პროპაგანდა, რომ მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში არ არის, რადგანაც ქართული ოცნების რეჟიმი ფიზიკურად უსწორდება იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ქვეყნის მომავლის გადასარჩენად უკვე ერთი თვეა ქუჩაში დგას. Cadrul დავაფიქსირე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს, ამ კრიზისის განმუხტვის უფლებამოსილება აქვს მმართველ ძალას. ისინი შეუძლიათ მათ გამოვიდნენ ასე ვთქვათ ძლიერის პოზიციიდან, განთავისუფლონ დაკავებულები და ჩანიშნონ ხელახალი არჩევნები. რა რეაქცია ქონდა ამაზე დანარჩენ იმ ადამიანებს, ვინც თქვეს, რომ მშვიდობაა მათი მიზანი? ხანგრძლივი პასუხები მივიღეთ, ეხლა ვერ გავიმეორებ. არ უნდა გაგრძელდეს ესე, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ როგორმე, იმიტომ რომ უკვე ეთყობა სხვადასხვა მემართულებებით, ეს იქნება ტურიზმი, ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი, თუ რაღაცა ძალიან ვარდნაა და უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ეხლა მე ყველას გაინტერესებს ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე თქვა და ამას ვერ დამაცდენებ დღეს ვერაფრით. რა ჩვენი უწმინდესი ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს. მე ვამბობ ასევე ჩემი მეგობარი და გზადანიშნიანიძე და მამამისის განუზომლად ლამაზ საღამოს ეს პაემანი ვერაზე და ხშირად უნდა გავიმეოროთ ქართველებმა ალბათ ეს პაემანი ვერაზე, რომ რაც გაგყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს, ეს არის ერთი მხარე ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, მეორე მხარე ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არა, ეს მხარეები არ გამოვა რა. მე-12 წელს დადგა ესე ვთქვათ, ესეთი აღქმის ზოგზოგიერთი პოლიტიკოსების და ზოგზოგიერთი ბიზნესმენების მხრიდან მათ აღქმაში, რომ უცბად გადაუხვიეთ კურსს. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზირებული, ეს ყველაფერი არის სცენარი, არის დაწერილი ჩვენ ფარგლებს გარეთ. გამოსული არის 100,000-ობით ადამიანი გარეთ, რომელიც აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს. ამიტომ დაწყნარდით და კრიზისი მეორე კრიზისი გადაგვივლია და გამოგვივლია რა. ნახეთ სიტუაცია როგორ არის. 100,000-ობით არა. მილიონობით, შეგიძლიათ მილიონობით იწახოთ. დამშვიდება არ ჭირდება ბიზნეს, სტაბილურობა ჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა ჭირდება ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარეც შეხვდება ზოგადად ბიზნესს, რომელიც ფიქრობს
თუ ქვეყნის განვითარება როგორ იქნება საჭირო კი რა თქმა ჩვენ უნდა შეხვდებით ბიზნესი ბიზნეს შეხვდება იპასუხეთ უკვე დააგნებოთ. ისიდან გამოსვლის გეგმა ვითარებასთან დაკავშირებით. დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობა. როგორ უნდა განიმუხტოს დიალოგის გზნით მთავრობას აქვს თავის ხედვა, ბიზნესს თავის. ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის ნორმალიზებისკენ სიტუაციის, გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და განვითარების ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება როგორც შეხვედრაზე იყავით მამუკა მდინარაძე ამბობდა რომ იმედიანად არ უნდა ვიყოთ, მაგრამ არც უიმედოთო და თქვენ იმედიანად ამბობთ, რომ კიდევ ერთხელ რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი. როგორ არანაირი რუსეთისკენ არავინ არ მიდის, არ მიყავს ქვეყანა. ჩვენი როგორ მივდივართო რა თქვა ირაკლი ევროპისკენ ერთი წამით შეიძლება. როგორ მივდივართ ევროპისკენო რა გითხრა და მივდივართ გამოჩნდება საქმე. მშვიდობა იქნება, მშვიდობა არის, ყველაფერი არის ძალიან კარგად და ძალიან მალე დარწმუნდები. აუცილებელია რომ გადაიდგას რაღაც ნაბიჯები რომ მორჩეს ეს რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს. ხო? ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მართლა. ბიზნესში კრიზისი არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში ზოგადად. დიალოგი, ლაპარაკი ერთმანეთთან, განსხვავებული აზრის მიღება, უნდა ვისწავლოთ, რომ განსხვავებული აზრი უნდა მივიღოთ, არ უნდა გვეგონოს, რომ ვინმე ჩვენთანგანი ფლობს სიმართლეს. სიმართლეს ფლობს მხოლოდ ღმერთი. ვერ ვთვლი, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, მე ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი. მე არ ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი. როგორც მოისმინეთ, ვერ უარყოფდნენ ქართული ოცნების რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომ ახლა პრობლემა არის ნამდვილად, რომ კრიზისი არის, თუმცა ამბობენ, რომ კრიზისი არის ქვეყანაში და ეს არ ეხება ეკონომიკურ სექტორს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვთ იმ ბიზნესმენებს, ვინც ხელი მოაწერეს პეტიციას და როგორც გითხარით, 2200-ზე მეტი არის ასეთი ბიზნესი, რომ უმძიმესი მდგომარეობა ახლა ქვეყანაში და კიდევ უფრო გართულდება ეს ვითარება, ამიტომაც კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები და ასევე პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. ხელმომწერთა უმრავლესობა ამ შეხვედრაზე არ ყოფილა, იყვნენ გარკვეული ნაწილი ბიზნესის წარმომადგენლებისა, რომლებსაც ჰქონდათ თავისი კრიტიკული აზრი და ეს კრიტიკული აზრი გამოხატეს. ასევე ამ კომენტარებით ჩვენც დაგვრჩა შტაბ-ეჭვდილება, რომ ირაკლი კობახიძეს არ უსაუბრია სინამდვილეში გამოსავლის გზაზე, მან ბიზნესმენები დაიბარა მთავრობის ადმინისტრაციაში, მხოლოდ იმისთვის, რომ ალბათ ქართული ოცნების კარის ბიზნესმენებს გაემხნევებინათ არალეგიტიმური პრემიერი, რომელიც ძალიან დიდხანს ითხოვს, რომ ვინმე შეხვდეს და დაელაპარაკოს.